მოგესალმებით, თქვენი აზრით დედამიწის რამდენი პროცენტია დაფარული ყინულით? თანამგზავრის სურათებს თუ დავაკვირდებით, შეიძლება ძალიან ბევრი მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში დედამიწის მხოლოდ 10%-ია დაფარული ყინულის ფენით. ეს რიცხვი ყოველთვის იცვლებოდა, ხან 18%, ხან 15% და დღეს მხოლოდ 10%. გამყინვარების პერიოდში ეს რიცხვი 30%-ს აღწევდა. დღეს ტემპერატურა ყოველ წელს იმატებს. მყინვარები დნობას იწყებენ და ეს კი აშკარავებს იმას, რაც 1000 წლეულები დაფარული იყო ადამიანის თვალისგან. გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანებით დაწყებული, სასიკვდილო დაავადებებით დამთავრებული. ასევე ხვდებით სხვადასხვა სიმბოლოებს, რომლებზეც მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი რაღაც უცხო ცივილიზაციას ეკუთვნის. მოკლედ, მგონი უკვე ხვდებით წინასწარ თუ როგორი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ ყველაზე შოკის მომგვრელ აღმოჩენებს, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ ყინულის დიდი ფენის ქვეშ. ამიტომაც მოკალათით კომფორტულად და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ. რას წარმოიდგენთ გონებაში, როდესაც პირველ მსოფლიო ომს ვახსენებთ? საომარი ველი, სანგრები, უამრავი გვამი, ვირთხები და კიდევ 1000 საშინელი რამ. ჯარისკაცების უმრავლესობა პირდაპირ ასეთ პირობებში ცხოვრობდა წლები. თუმცა, იყვნენ ისეთი მეომრებიც, რომლებიც ცოტა განსხვავებულ, ბევრად უფრო ნაკლებად ცნობილ ადგილებზე იბრძოდნენ, სადაც ამინდი საკმაოდ უჩვეულო იყო. თეთრი ომი ეწოდება საომარ მოქმედებებს იტალიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის, იტალიის ფრონტის მაღალმთიან ალპურ სექტორში, პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელიც ძირითადად მიმდინარეობდა დოლომიტებში, ორტლერის ალპებსა და ადამელო-პრესანელას ალპებში 1915-1918 წლებში. ამ კონფლიქტის ზონის 2/3-ზე მეტი მდებარეობს 3000 მეტრს სიმაღლეზე. იქ ჰაერის ტემპერატურა როგორც წესი -30 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა. ისტორია თეთრი ომის შესახებ იმ ტერიტორიასთან ერთად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად გაიყინა. თუმცა დღევანდელ დღეს გლობალური დათბობის ფონზე ამ ტერიტორიაზეც დაიკლო ყინულის რაოდენობამ და მისმა დნობამ კიდევ ერთხელ გაახსენა ხალხს ის საზარელი ომი. 2021 წელს მთავსვალებმა იპოვეს მთლიანი ბანაკი, რომელიც ავსტრიელ მეომრებს ეკუთვნოდა. ბანაკში თავს აფარებდნენ ავსტრიელ მეომრები და ადგილზე უამრავი არტეფაქტია, რაც ომის დეტალებს კიდევ უფრო ნათელს ფენს. საკვების ნარჩენები, საბრძოლო მასალა, ტანსაცმელი და იარაღები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ამ ბანაკში ხვდებით. თითოეული აღმოჩენა კარგად აჩვენებდა თუ როგორი რთული იყო იქ ნებისმიერი დღე ჯარისკაცისთვის. ბოლო 10 წლის მანძილზე ამ მთებში უკვე 80-მდე იტალიელი და ავსტრიელი ჯარისკაცის გაყინული გვამი აღმოაჩინეს, რომლებიც თეთრი ომის პერიოდში დაიხოცნენ. გვამებიდან თითქმის უმეტესობას ტყვიის კვალი არ ჰქონდა. ისინი არ მოუკლავს მტრის ტყვიას, არამედ უბრალოდ გაიყინნენ და სიცივის გამო დაიხოცნენ. რა საშინელება, იბრძვი ყოველ წამს მტრისგან ტყვიასელი და ამ დროს ნელ-ნელა კვდები სიცივისგან. თეთრი ომის დასრულებიდან დაახლოებით 20 წელიწადში კიდევ ერთი კონფლიქტი დაიწყო, უფრო საშინელი და განვითარებული ომი ვიდრე პირველი. დიახ, მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც შედეგებით პირველზე მეტი ზიანი მოუტანა მსოფლიოს და რა თქმა უნდა მეორე მსოფლიო ომმაც დატოვა გაყინული არტეფაქტები ყინულის დიდი ფენის ქვეშ, რომლებსაც ადამიანები მხოლოდ ჩვენს დღეებში პოულობენ. 1942 წელს ამერიკამ დაიწყო ოპერაცია ბოლერო. ეს გულისხმობდა საბრძოლო ტექნიკის გადატანას ბრიტანეთში, რომ დახმარებოდა თანამებრძოლებს ევროპის დაცვაში. ბოლეროს გეგმა გულისხმობდა სტრატეგიული საჰაერო ძალების შექმნას გაერთიანებულ სამეფოში. ამ ოპერაციის ფარგლებში ასობით თვითმფრინავი გადაიყვანეს დიდ ბრიტანეთში, თუმცა ყველა მათგანი არ მისულა დანიშნულების ადგილამდე. იმავე წელს გადაფრენისას 6 თვითმფრინავი P-38 იძულებული გახდა დაშვება განეხორციელებინა გრენლანდიაში უამინდობის გამო. საბოლოოდ პილოტებმა იქაურობას დააღწიეს თავი, რასაც ვერ ვიტყვით თვითმფრინავებზე. 10 წლეულების მანძილზე ბომბდამშენები თოვლის დიდი ფენის ქვეშ მოექცნენ. მათ თავზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლის თოვლი იყო. თუმცა 1988 წელს სპეციალური ექსპედიციის ფარგლებში განხორციელდა სამძებრო სამუშაოები, რაც ამ თვითმფრინავების მოძებნას და ამოღებას გულისხმობდა. როგორი საქმეა იპოვა 10 წლეულების წინ დაკარგული თვითმფრინავი, რომელსაც 80 მეტრიანი თოვლის და ყინულის ფენა ადევს ზემოდან. მათ გამოიყენეს სპეციალური რადარი, რომელიც თოვლსა და ყინულის ქვეშ ეძებდა თვითმფრინავებს. საბოლოოდ ერთ-ერთ მათგანს მიაგნეს. შემდგომში სპეციალური ტექნიკის დახმარებით გაბურღეს ყინულის უდიდეს ფენა და ჩააღწიეს თვითმფრინავამდე. იმისათვის, რომ ვიწრო გვირაბით ამოეტანა თვითმფრინავი, მისი ნაწილობად დაშლა მოუწიათ. რატომ იყო ასეთი ძვირფასი თვითმფრინავი, რომელიც 1942 წელს დაიკარგა? ეს იყო P-38-ის ყველაზე პირველი მოდელი. ნაწილობად დაშლის შემდეგ გავიდა 4 თვე და მათ სრულად აღადგინეს თავდაპირველი დიზაინი. ამდენი წლის შემდეგ თვითმფრინავმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაშოუზე ჰაერში გაიბრწყინა.
აი, დაბრუნებაც ამას ქვია. გაყინული ლომის ბოკვერი. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი აღმოჩენაა, რაც კი ბოლო დროს მოხდა ჩვენს პლანეტაზე. ეს გახლავთ ლომის ბოკვერი, რომელიც უამრავი წლის წინ მოკვდა. ლომი ციმბირის მიწაზე აღმოაჩინეს. მეცნიერებმა მღვიმის ლომების გარეგნული მხარის შესასწავლად გამოქვაბულის ნახატებში არსებული ცხოველთა გამოსახულებები გამოიყენეს და სახეობა აფრიკულ ლომებსაც შეადარეს. მაგრამ ბოკვერის სხეული გადაშენებულ სახეობას უპრეცედენტო კუთხით გვიჩვენებს. დეტალურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბოკვერი დაახლოებით 3 კვირის იყო იმ დროს, როცა მოკვდა. მას კბილები ახალი ამოსული ჰქონდა და ჯერ არც იყო ზრდა დასრულებული. აღმოაჩინეს, რომ თავის ქალა და ნეკნები ჩამსხვრეული ჰქონდა. აუტოპსიიდან გამომდინარე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ლომის ბოკვერი ტალახოვან ნაკადში დაიღუპა 1000 წლეულების წინ. ეს აღმოჩენა პალეონტოლოგებს აფიქრებინებს უამრავ გარემოებაზე და დღემდე განაგრძობენ კვლევებს. მღვიმის ლომი აღმოსავლეთ ციმბირში ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ სახეობის კვალი ევრაზიის დიდი ნაწილისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზეც კი შენიშნეს, რომელიც ახლა ალასკადაა ცნობილი. ალთაის პრინცესა. 1993 წელს ნოვოსიბირსკელმა არქეოლოგებმა აგ-ალახის ყორღანის გამოკვლევისას უკოკის პლატოზე აღმოაჩინეს დაახლოებით 25 წლის გოგონა. მუმია მოკუნტული იწვა ცალგვერდზე. მას აბრეშუმის და შალის სამოსი ეცვა. იქვე იყო მისი ქურქიც. გოგონას ხელები მთლიანად დაფარული იყო ტატუირებით. საკმაოდ უჩვეულო იყო მისი ვარცხნილობაც, რომელიც სიმაღლეში თითქმის 90 სანტიმეტრს აღწევდა. თავზე პარიკი ედო. კარგად იყო შენახული გარდაცვლილის ტანსაცმელი, ჩინური აბრეშუმის პერანგი, შალის ქვედაბოლო, ქურთუკი და თექის ყელიანი ფეხსაცმელი. მუმიის შესახედაობა იმ დროის მოდაზე მიუთითებდა. მთელი სხეული წლების მანძილზე დაფარული იყო ყინულით, სწორედ ამიტომ ის ძალიან კარგად იყო შემონახული. ინვენტარი, რაც სამარხში აღმოაჩინეს, გარდაცვლილის სამეფო წარმომავლობაზე მიუთითებდა. ის დაახლოებით 20-დან 30 წლამდე უნდა ყოფილიყო იმ დროს, როდესაც მოკვდა. არტეფაქტები კი სკვითური წრის პაზირიკულ კულტურას დაუკავშირეს. ჩასასვენებელი ყუთი კარგად იყო დაჭედებული ლითონის ლურსმებით. ყველა ფაქტი მიუთითებდა მხოლოდ ერთზე. ის არ ყოფილა ჩვეულებრივი მაცხოვრებელი, არამედ დიდგვაროვანი იყო. დიდი წრე წყალში. 2013 წელს ჯეისონ ვილსონი მეგობართან ერთად იუტას შტატში სასეირნოდ წავიდა მთაში. ციოდა, ზამთარი იყო და ყველაფერს ყინულისა და თოვლის დიდი ფენა ფარავდა. გარშემო ყველგან ყინული იყო. რთული ასეთ დროს რაიმე შენიშნო ყინულის ფენის გამო. თუმცა გაყინულ ტბაზე ჯეისონმა რაღაც უცნაური დაინახა. ეს იყო რაღაც წრე, მრგვალი ფორმის, რაც აშკარად იკვეთებოდა ყინულის ფონზე. მეგობრები ნელ-ნელა მიუახლოვდნენ ამ ადგილს. ისინი გაოცებულები აკვირდებოდნენ და ნაბიჯსაც არ უჩქარებდნენ. მოულოდნელად მათი ცნობის მოყვარეობა შიშმა შეცვალა. მათ დაინახეს ასეთი უცნაური რაღაც, რომელიც მრგვალი ფორმის იყო. წრეს გავდა და მასში უამრავი წვრილი ხვრელი ჩანდა. თუ კი თქვენ ტრიპოფობია გაქვთ, ჯობს ამ კადრებს უბრალოდ არ უყუროთ. ძალიან უცნაური რამეა. აი ლოგიკურად ამ რაღაცის შემხედვარემ რა უნდა იფიქრო? ჩვენი გონება მაშინვე ცუდზე იწყებს ფიქრს. ეს თითქოს რაღაც გიგანტური არსების თვალია, რომელიც გაყინული იყო და ახლა გამოჩნდა. თუ რაღაც რიტუალი ჩაატარეს ამ ადგილზე და მისი კვალია დარჩენილი. რა უნდა ყოფილიყო ის ნამდვილაში? ბიჭები შეშინებულები უყურებდნენ ამ ადგილს. შემდეგ ძალიან ახლოს მივიდნენ და ხვრელებს დაუკვირდნენ. ცოტა ხანში შიშმაც გადაიარა, რადგან ყველაფერი აშკარა იყო. აქ არაფერი იყო საშიში. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი აი ამ გოგონას ბრალი ყოფილა. მოკლედ სიტუაცია ასეთია. ცოტა სასაცილოც კი. გოგონას სკოლაში დავალება ჰქონდა. მას უნდა გაეკეთებინა დიდი ფიგურა ყინულზე. ამისათვის კი მან გამოიყენა ჩვეულებრივი მარილიანი ცომი და ყინულზე დაალაგა. როდესაც ფოტოები გადაიღო, ბავშვი სახლში წავიდა. მარილიანმა ცომმა კი ყინულის ფენა დაადნო და ყინულზე ხვრელები დარჩა. დიახ, ეს უბრალოდ ცომის ნაწილაკები იყო, რომლებმაც ბიჭები ასეთ ძალიან შეაშინა. თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ მსგავსი რამ რომ აღმოგეჩინათ? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თევზები. 2015 წელს ფოტოგრაფი კელი პრეიმი ეწვია ნაციონალურ ნაკრძალს იმ მიზნით, რომ გადაიღებდა სხვადასხვა ლამაზ პეიზაჟს. თუმცა ის, რასაც ეს ფოტოგრაფი წააწყდა, ლამაზი იყო, თუმცა ამაზე მეტად შოკის მომგვრელი. ეს არ გახლავთ ერთგვარი სტოპ კადრი. ეს არის 1 მეტრისა და 20 სანტიმეტრის სიმაღლის ტალღები, ჰაერშივე გაყინული და მასში თევზებია მოყოლილი. ისინიც ასეთ მდგომარეობაში გაყინულები არიან. როგორ მოხდა ათობით თევზი ყინულის ასეთ ფენაში? საერთოდ ასეთი რამ შესაძლებელია?
ერთი შეხედვით იფიქრებ, რომ თევზები პირდაპირ წყლიდან ამოხტომისას გაიყინენ. იქნებ იმდენად ძლიერი ქარი უბერავდა, რომ ყინვასთან ერთად ასეთი სურათი მივიღეთ საბოლოოდ. თუმცა დედამიწაზე არსად არის ისეთი დაბალი ტემპერატურა, რომ მთელი ტალღა წამებში გაიყინოს. თან ტალღა ხომ მოძრავია. ეს როგორ შეიძლება რომ მოხდეს? იმისათვის, რომ წყალი ასე გაიყინოს, ანუ ერთ წამში ჰაერშივე, საჭიროა დაახლოებით -273 გრადუს ცელსიუსი. ეს კი ძალიან დიდი და ძლიერი ყინვაა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე კოსმოსში ცარიელი ვაკუუმის სივრცეში ხვდებით. იქ დაახლოებით 270 გრადუს ცელსიუსია ტემპერატურა. მოკლედ, ეს ყოველივე გამოურიცხეთ. შეუძლებელია ასეთი დაბალი ტემპერატურა იყოს დედამიწაზე. მაშინ რა არის იმის მიზეზი, რომ თევზები აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ? ყველაფერი ყინულის დიდი ფენის ბრალია. როდესაც ტბის ზედაპირი იყინებოდა, ის სქელი ფენით იფარება, წყალში აღარ აღწევს მზის სხივი. შედეგად იქ ჟანგბადის სიმცირეა. ზოგიერთი თევზი ასეთ დროს კვდება და წყლის ზედაპირზე ტივტივებს. და რადგანაც ზედაპირზე ყინულია, გამოდის, რომ მკვდარი თევზები ყინულის ფენის ქვეშ გროვდებიან. მაგრამ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ასეთ მდგომარეობაში? ყინულის ფენასთან შეხებისას მკვდარი თევზებიც მიეყინენ ზედაპირს. შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში ყინულის ზედაპირი გაფართოვდა და ნაპირთან გამოიწია და გატყდა. აქ უკვე საქმეში ძლიერი ქარი ერთვება, რომელსაც შეეძლო ყინულის ფენა ასეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში დაეყენებინა. ასეა, სხვადასხვა ეტაპის გავლის შემდეგ მივიღეთ ის სურათი, რაც ფოტოგრაფმა დაინახა. ეს მოვლენა განსაკუთრებით გაახარებდა ადგილობრივ მტაცებელ ფრინველებს, რომლებსაც უფასო საკვები დახვდათ თევზების სახით. სიკვდილი ყინულებში. იყო ერთი ჩვეულებრივი დღე ძმებისთვის, ანტონისა და ალექსისთვის. ისინი ინდიანაში სათევზაოდ წავიდნენ. იანვრის თვე იყო და ძალიან ციოდა. ძმები ვარაუდობდნენ, რომ წესით იმ დღეს თევზი უნდა დაეჭირათ და ოჯახი გაეხარებინათ. რაღაც მხრივ გამართლდა კიდეც მათი მოლოდინები, თუმცა თევზი სინამდვილეში არ დაუჭერიათ, ყოველ შემთხვევაში ცოცხლად. ძმებმა უნიკალური კადრები გადაიღეს. მათ აი ასეთი სურათი დახვდათ იქ. თევზი, რომელიც ნახევრად ყინულში იყო და ასე ვთქვათ, ასე ჩაიყინა. აქაც რა თქმა უნდა გვიჩნდება კითხვა, ასეთი რამ როგორ შეიძლება რომ მოხდეს. თუმცა ეს თევზი მარტო არ ყოფილა. ძმებმა ბენზოხერხით ამოჭრეს ყინული. ქვემოდან კი უზარმაზარი ქარი ყლაპია იყო, ისევ ასეთივე მდგომარეობაში გაყინული. კი, მაგრამ ასეთი რამ როგორ შეიძლება რომ მოხდეს, მხოლოდ ეს კითხვა ჩნდება. ორი თევზი ნახევარი ტანით გაიყინა. საკმაოდ უცნაური სიტუაცია. სავარაუდოდ ქარი ყლაპია ცდილობდა მეორე თევზის შეჭმას. ვიცით, რომ ის მტაცებელია და ხშირად ჭამს შედარებით პატარა ზომის თევზებს. თუმცა მეორე თევზი საკმაოდ დიდი ზომის იყო. ვერ გადაყლაპა და ვერც უკან გადმოაგდო. მოკლედ, ყბებში გაეჭედა. შედეგად ქარი ყლაპია მოკვდა შიმშილით და ისინი ზედაპირზე ამოდივდივდნენ. ამის შემდეგ კი ასეთი სურათი დახვდა ძმებს ტბაზე. თუმცა თევზები არ არიან ერთადერთი ცხოველები, რომლებსაც ყინულის ფენის ქვეშ ვაწყდებით. მაგალითად, ეს მელია ძალიან დიდხანს იყო გაყინული ტბაზე. როგორც ჩანს, ისიც დაიხრჩა. შემდეგ კი, როდესაც ტემპერატურა დაეცა, ყინულის ფენის ქვეშ მოექცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცხოველი იყინება ტბაზე. აი კიდევ ერთი ფოტო. აქ ხედავთ, რომ ალიგატორია გაყინული, თუმცა არ იდარდოთ, ის ცოცხალია. არსებობს ალიგატორების რამდენიმე სახეობა. უმეტესი მათგანი ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც ყინვა არასდროს ხდება. თუმცა ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ჩინური ალიგატორი, რომელიც 2 მეტრამდე იზრდება, ხშირად ხვდება ყინვას. გარდა ამისა, ამ პრობლემას აწყდება ჩრდილოეთ კაროლინაში ბინადარი ალიგატორიც. მათ კარგად იციან, რომ ძლიერ ყინვას ზედაპირზე წყლის გარეშე ვერ გადაიტანენ. რადგანაც ასეთ ადგილებზე ტემპერატურა -20 გრადუსამდე ეცემა, ის ჩადის წყალში, ცხვირს ზემოთ წევს, რომ გაყინვის შემთხვევაში შეძლოს სუნთქვა. ისინი, ვინც ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სადაც ალიგატორები ბინადრობენ, ხშირად შეხვდებიან მსგავს სურათს. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მომენტია. თუმცა საერთო ჯამში ეს ცივსისხლიანი არსებები იდეალურად იტანენ ყინვას. ისინი წინასწარ ემზადებიან ამ პროცესისთვის, სპეციალურად იღებენ შესაბამის პოზას და ერთგვარ ძილს ეძლევიან. ცივსისხლიანი არსებების ამ მდგომარეობას ბრუმაცია ეწოდება. წყლის თავზარდამცემმა ბინადრებმა გადარჩენა ერთ-ერთი თავდაცვითი ინსტინქტის. ბრუმაციის შედეგად შეძლოს. ბრუმაცია არსით ძალიან ჰგავს ძუძუმწოვრების მიძინებას ზამთარში. რეპტილიები დაბალი ტემპერატურის საპასუხოდ პასიურები ხდებიან და მათი მეტაბოლიზმი უკიდურესად ნელდება. როგორც წესი, ალიგატორები წყლის ფსკერზე იძინებენ ხოლმე და დღეში ერთხელ ამოდიან ჰაერისთვის ზემოთ. თუმცა ამჯერად სიტუაცია განსხვავებულია. ალიგატორები ახალ ბუნებრივ პირობებს მოერგნენ და წყლის გაყინვისას ზედაპირზე დარჩნენ, რათა თავისუფლად ესუნთქათ, სანამ მკაცრი დღეები არ დასრულდებოდა. ბრუმაციის პერიოდი შეიძლება 5 თვესაც კი გაგრძელდეს. ამ დროის მანძილზე კი მათი მეტაბოლიზმი იმდენადაა შენელებული, რომ კვებაც კი არ სჭირდებათ. მოკლედ, ამ არსებებმა იდეალურად იციან, როგორ მოდუნდნენ და დაისვენონ.
იცით თქვენ როგორ შეგიძლიათ მოდუნება და დასვენება ჩემი ვიდეოების ყურებით. ამიტომაც თუ ჯერ კიდევ არ გაქვს გამოწერილი არხი და ისე უყურებ, დააპაუზე ვიდეო და აუცილებლად გამოიწერე. ახლა კი გააგრძელე ყურება, რადგან წინ კიდევ ძალიან საინტერესო შემთხვევები გელის. გაყინული ადამიანი. ცხოველები არ არიან ერთადერთი არსებები, ვისაც არ უმართლობს და იყინება. ადამიანიც შეიძლება გაიყინოს და აღმოჩნდეს ყინულის დიდი ფენის ქვეშ. მაგალითად 2021 წელს მინეაპოლისის ზამთრის პარკში დამსვენებლებმა დაინახეს რაღაც უჩვეულო. ამან მათი ყურადღება მიიპყრო და რაღაც მხრივ მათში შიშიც კი გააჩინა. ხეებს შორის იდგა ყინულის უზარმაზარი ლოდი, რომელიც დაახლოებით 2 მეტრის იყო სიმაღლეში. ყინულის ლოდში ჩანდა ადამიანის გამოსახულება, მაგრამ ის არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. არამედ ეს იყო გამოქვაბულის მამაკაცი, რომელსაც იმ დროისთვის დამახასიათებელი ქვის იარაღი ეჭირა ხელში. ამ მამაკაცის გაყინულმა ფიგურამ პარკის დამსვენებლების ყურადღება მიიპყრო. ისინი გაოცებულები უყურებდნენ ამ ყოველივეს, იღებდნენ ფოტოებს და ყურადღებით აკვირდებოდნენ. ეს რაღაცით საშინელებათა ფილმის სცენას გავდა, თითქოს და ეს რაღაც გამოამტრავს ყინულის ფენას და თავისი ქვის ხანის იარაღით ხალხს დაუწყებს ხოცვას. მაგრამ საბედნიეროდ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. რადგან ის არ ყოფილა ცოცხალი ადამიანი. ის ერთ-ერთი ადგილობრივი ხელოვანის ნამუშევარი იყო, რომელიც მამაკაცმა პლასტმასისგან დაამზადა. გაყინა და შემდგომში უკვე პარკში დადგა, რომ ადამიანები ცოტა გაეხალისებინა და მათი ყურადღება მიეპყრო. ეს ზაკ ჰუიმაკია, რომელმაც ასეთი საოცრება შექმნა. ამ დღის შემდეგ მამაკაცმა ეს ყინულის ლოდი იმ პარკიდან საკუთარ სახლში გადაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ მასთან ერთად ცხოვრობს დღეს. ნარჩენები ყინულში. ტემპერატურის მატების გამო კლიმატი ყოველ წელს იცვლება. გლობალური დათბობა წარმოადგენს დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიან მატებას, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის პირდაპირი გაზომვითა და დათბობის სხვადასხვა ეფექტების მაჩვენებლებით. ეს არის კლიმატის ცვლილების მთავარი ასპექტი, რომელიც გარდა ზედაპირის გლობალური ტემპერატურის მატებისა, აგრეთვე შეიცავს ისეთ შედეგებს, როგორიცაა ატმოსფერული ნალექების ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გლობალური დათბობის ისტორიამდელი პერიოდი მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული დაკვირვებადი ცვლილებები უპრეცედენტოა სისწრაფესა და ზომაში. დღეს შეიძლება ისეთი რამ გამოაშკარავდეს ყინულის ფენის მიღმა, რაც 1000 წლეულები დამალული იყო. 2009 წელს მყინვარის დნობის შედეგად გამოაშკარავდა კარგად შენახული ზღვის უძველესი არსების ნარჩენი. ეს იყო უძველესი შოტლანდიის ზღვის ქვეწარმავალი. ისინი ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ ჩვენს პლანეტაზე. მათ საკმაოდ საშიში შესახედაობა გააჩნდათ, მაგალითად დიდი მუცელი, გრძელი ცხვირი და მთლიანობაში 3 მეტრის სიგრძის სხეული. დაახლოებით მათი ვიზუალი 3 წლის ბავშვის დელფინის ნახატს გავდა. პალეონტოლოგებს გაუმართლათ და იმ ტერიტორიაზე არა მხოლოდ ერთი, არამედ 76 ასეთი ჩონჩხი იპოვეს. მეცნიერების აზრით ამ არსებების გადაშენების მთავარი მიზეზი წყალქვეშა ბიძგები და მიწისძვრები იყო. ისინი ფსკერზე ცხოვრობდნენ, ამიტომაც წყალქვეშა ბიძგები მათი სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. საბოლოოდ კი მათი რაოდენობა შემცირდა და გადაშენდნენ. მათი ნარჩენები წყალქვეშ არსებული კლდეების ნგრევის შედეგად სრულად დაიფარა და უჟანგბადო სივრცეში მოხვდა. სწორედ ამან განაპირობა მათი სხეულის იდეალურად შემონახვა ჩვენს დრომდე. ციმბირელი მხეცი. 2021 წელს ციმბირში ადგილობრივი მამაკაცი გაყინულ ტბაზე წავიდა სათევზაოდ. როდესაც თავისი ნივთები დაალაგა, მოშორებით პატარა ბორცვი შეამჩნია. ის მიუახლოვდა და მიხვდა, რომ ეს ბორცვი არ იყო ყინულის, თითქოს მასში რაღაც იმალებოდა. ახლოს მისულმა მამაკაცმა დაინახა ყინულიანი მიწა. მიწაში კი აი ეს არსება იყო. როდესაც მოაშორა მთელი ყინული, კაცი მიხვდა, რომ ეს უძველესი მარტორქის ნარჩენი იყო. ახლა თქვენ იკითხავთ, რა ჯანდაბა უნდა მარტორქას ციმბირში? ისინი ხომ თბილ ქვეყნებში ცხელ ტერიტორიაზე ბინადრობენ. მაგრამ არ იჩქარო. გეტყვი, ამ მამაკაცმა არ იპოვა ჩვეულებრივი მარტორქა. მას დიდი ბეწვი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო უძველესი არსება, გრძელბეწვიანი მარტორქა, რომელიც ასევე ათასობით წლის წინ ცხოვრობდა ჩვენს პლანეტაზე და გადაშენდა. გრძელბეწვიანი მარტორქა კენტ ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი მარტორქის ეფრთა ოჯახის წარმომადგენელი იყო. ხშირი ბეწვით დაფარული მასიური სხეულის სიმაღლე 2 მეტრს აღემატებოდა, სიგრძე კი 4 მეტრამდე ჰქონდა. კისერზე ჰქონდა ცხიმოვანი კუზი, თავზე კი 2 რქა. წინა პირველი რქის სიგრძე 1 მეტრამდე იყო. აღმოსავლეთ ციმბირის გაყინულ ქანებში აღმოჩენილია ბეწვიანი მარტორქის ძვლები და რამდენიმე მურაბეწვიანი ლეში. ბეწვიან მარტორქაზე ნადირობდა ძველი ქვის ხანის ადამიანიც, რასაც სხვადასხვა აღმოჩენები მოწმობს. ეს ცხოველები ბუნების ნამდვილი ტანკები იყვნენ. წარმოიდგინეთ უზარმაზარი 4 მეტრიანი არსება. თუმცა ხშირად მათი დიდი ზომა ხდებოდა დაღუპვის მიზეზიც. მეცნიერების აზრით აღმოჩენილი ნარჩენებიდან თითქმის ყველა ჩაიძირა წონის გამო და თავი ვეღარ დააღწია წყალს.
მათი აზრით, ზემოხსენებული მამაკაცის მიერ აღმოჩენილი მარტორქა ყველაზე კარგად იყო შემონახული, რადგან მისა და ტყავის ნაწილები იდეალურ მდგომარეობაში ჰქონდა ყინულის გამო. მის რქაზე დაკვირვებით გამოჩნდა, რომ ეს არსებები რქით თხრიდნენ ყინულის ფენას, რომ მიწამდე ჩაეღწიათ და მცენარეები ეჭამათ. საკმაოდ უჩვეულოა ათასობით წლის შემდეგ ასე კარგად შემონახული სხეულის ნახვა. არა მხოლოდ ბეწვიანი მარტორქები აღმოუჩენიათ ციმბირის ტერიტორიაზე გამდნარი ყინულის გამო. 2016 წელს რაღაც ბევრად უფრო მომაკვდინებელი აღმოაჩინეს იქ ყინულის ფენის დნობის შედეგად. იმავე წელს ზაფხულში მოულოდნელად 2300 ირემი მოკვდა. ერთი შეხედვით მიზეზი გაურკვეველი იყო, მსხვერპლი კი ძალიან დიდი. ამასთან 90-მდე ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში საშინელი დაავადების სიმპტომებით. რა იყო ამ ყოველივეს მიზეზი? 2016 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი ზაფხული გამოდგა მთელი ციმბირის ტერიტორიისთვის. იმ წელს ძალიან ბევრი ყინული galva. ყინულის დრობამ კი რაღაც დიდი ბოროტება ამოიყვანა ზედაპირზე. ამ წელს უძველესი მომაკვდინებელი დაავადება გააქტიურდა სითბოს გამო. როგორც გაირკვა, ციმბირის ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში ციმბირული წყლულის გამო 1 მილიონზე მეტი ჩრდილოეთის ირემი მოკვდა. იმ დროს ადამიანებას ცადეს მოეშორებინათ დახოცილი ცხოველები, მათ ისინი დამარხეს. ადამიანები ყოველდღიურად ცდილობდნენ მკვდარი ცხოველები, რაც შეიძლება დიდ სიღრმეში დაემარხათ. თუმცა ყინულის ფენის გამო ეს არც ისე ადვილი საქმე იყო. 2016 წელს კი ყინულის დნობის გამო 1 საუკუნის წინათ დახოცილი ცხოველების სამარხებიდან ხელახლა გავრცელდა ეს საშინელი დაავადება. ირმები 2016 წელს დაიხოცნენ, მას შემდეგ რაც შეჭამეს ბალახი, რომელიც იმ ადგილზე იყო ამოსული, სადაც დაავადებული ირმები დამარხეს წლების წინ. ადამიანებზე კი ალბათ ხვდებით, საიდანაც გადავიდა ეს დაავადება. მათ შეჭამეს დაავადებული ირმის ხორცი. არავის სურს ციმბირული წყლულით დაავადება. ეს საშინელი რამეა. ადამიანის დაინფიცირება ხდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველანაირი საშინელი სიმპტომი, თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და სხეულზე წყლულები, რაც საბოლოოდ ადამიანის სიკვდილს იწვევს თუ დროულად არ უმკურნალეს. საბედნიეროდ 2016 წელს ეს დაავადება ირმების მასობრივი ვაქცინაციის გამო არ გავრცელდა სხვა რეგიონებში და ადგილზევე ლოკალიზდა. ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე ცივი ადგილია და ყინულით თითქმის სრულად არის დაფარული. მისი სისქე დაახლოებით 1,6 კილომეტრს აღწევს, საშუალოდ 1 მილს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. ანტარქტიდას მუდმივი მოსახლეობა არ ყავს, თუმცა ზოგი მეცნიერი იქ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობს და კვლევებს ატარებს. თანამედროვე მეთოდების დახმარებით ჩატარებულმა კვლევებმა საშუალება მოგვცა მეტი გაგვეგოს სამხრეთ მატერიკის ყინულქვეშა რელიეფის შესახებ. კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ მატერიკის დაახლოებით მესამედი იმყოფება მსოფლიო ოკეანის დონის დაბლა. კვლევებმა ასევე აჩვენეს მთის ჯაჭვების და მასივების არსებობა. აქ ალბათ ყველაზე კომფორტულად თავს პინგვინები გრძნობენ. მაგრამ როგორ ავხსნით იმ ფაქტს, რომ 2013 წელს ადგილობრივებმა აქ 3-5 უძველესი და ძვირად ღირებული ვისკი იპოვეს. ნუ თუ პინგვინებს ასე ძალიან მოსწონთ ცივ ამინდში ძლიერი სასმელი. ვისკი მიტოვებული იყო ძველ ქოხში, რომელიც უკვე თითქმის სრულად იყო დაფარული ყინულით. ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ ვის ეკუთვნოდა სასმელი. საქმე იმაშია, რომ თითქმის 100 წლის წინ ამ სახლში ჩერდებოდა ხოლმე ირლანდიელი პოლარეთის მკვლევარი ერნესტ შეკლდონი. ერნესტ შეკლდონი საოცარ წმენას უნერგავდა თავის ხალხს. მათ სცადეს ფეხით გადაელახათ ანტარქტიდა. 1915 წლის იანვრისთვის შეკლდონის გემი ყინულებში მოხვდა. იგი 10 თვე იყო ამ ადგილას გაჩერებული. მერე კი ნელ-ნელა ჩაიძირა. შველას არ საიდანელოდნენ. შეკლდონმა თავისი ხალხი 290 კილომეტრით დაშორებული კლდოვანი კუნძულებისკენ წაიყვანა. აქედან შეკლდონი 5 კაცთან ერთად გაემართა სამხრეთ გეორგიის კუნძულისკენ, რომელიც 1300 კილომეტრის დაშორებით მსოფლიოს ყველაზე ცივი და მღელვარე ოკეანის გადაღმა მდებარეობდა. კუნძულებს 16 დღეში მიადგნენ. ერნესტ შეკლდონი მივიდა ჩრდილო სანაპიროზე მდებარე ვეშაპის მჭერ სადგურზე და მაშველი წამოიყვანა. შეკლდონის ხალხს სამართლიანად სწამდა მეთაურის. მან ეკიპაჟის 27-ვე წევრი გადაარჩინა. შეკლდონი ინგლისში დაბრუნდა და როგორც გმირი რაინდა დახიარეს. მიუხედავად იმისა, რომ ვისკი 100 წელს მეტ ხანს ანტარქტიდის კლიმატის პირობებში იყო შენახული, ის არ გაიყინა. ეს კი ალკოჰოლის მაღალი შემცველობით იხსნება, რომელიც ამ ვისკში 47,3% იყო. მთლიანობაში ჩვენი ვიდეოც ასე მიიწურა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ მას. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო ჩვენთან. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მალე დაიდება. დროებით.